შესაძლოა დიდად მომხიბლელად არ გამოიყურები ასე ჩაფუთმული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონცერტზე არ მინდა გაციებული მივიდე. ამიტომ ახლა ვარ ისეთი როგორიც ვარ. მაგრამ თავარი ეგ არ არის, მე როგორი ვარ, მე უნდა გაჩვენოთ გდანსკი, რომელზეც ძალიან ბევრს ხრიცინებენ ხოლმე საქართველოში, განი და ასე შემდეგ. უყურეთ. ის არის ჩვენი სასტუმრო. აქ არის ეს გაყინულია წყალი. ამ წუთას არის -3, თუმცა იმიტომ რომ შერეული ღრუბელია, გუშინ და გუშინწინ ამ დროს აქ იყო -6, -7 და ასე შემდეგ და ჩვენ ჩამოვედით გუშინწინ საღამოს 5:30-ზე ღამე იყო უკვე პრაქტიკულად და იმ დროს იყო უკვე -10. გაჩვენეთ ცოტას რატომ მიყვარს ეს ქალაქი. დაახლოებით მე-8 ვარ უკვე აქ. ესენი ნახეთ რა. ხო, ეხლა მივდივარ სავაჭრო ცენტრში და გზად გაჩვენებთ როგორია ეს ქალაქი რეალურად. არ არის ტიპიური პოლონური ქალაქი და მიხვდებით ვინც პოლონეთში ხართ ნავყოფი ვარშავაში ან სხვა ქალაქებში, არის ძალიან განსხვავებული სილამაზის. ეს არის ჩვენი სასტუმრო, ძალიან კარგ ადგილზეა აი ეს. ერთ-ერთი ძველი შენობა აქ. ღამეც ძალიან ლამაზია აქაულობა. შაშანაც ამ დროს ვიყავით და ის ღამე განათებულია. შეჯამრთელო შენა. შეგენაცვალ. თუ ვინმე ხართ ნამყოფი აქ, გეცოდინებათ ის რომ არის ბალტიისპირა, ვინც არ ხართ პრინციპში შეგიძლიათ მოძებნოთ. თავს არ იგრძნობთ პოლონეთში, უფრო შეიძლება იფიქროთ გერმანიაში, უფრო არქიტექტურის და განლაგების და ვიზუალურად სწორედ ასეთი არის. მე ჩემი თავის ყურებით არ დაგღლით, ბევრად უკეთეს ხუთს გაჩვენებთ ხედებს. მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად კლიმატური ასეთი პირობებისა, მაინც ბევრი ხალხია. ახლა ჩვენ შევალთ, აი ხიდს გადავალთ და შევალთ უკვე ცენტრში, რომელიც, რა ვიცი, მე ევროპის ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცენტრი აქვს, კომპაქტური, ადვილად სასწაული, ყველაფერი არის საიმისოდ, რომ კარგი რესტორანი ნახო, კარგი ყავადალიო, სავაჭრო ცენტრები ახლოს არის, ეკლესია, მუზეუმები, მოკლედ ბევრი. ამ ქალაქს როგორც სხვა ყველა ქალაქს აქვს გარეუბნები, ისიც ნანახი მაქვს. ადრე 2018-ში გარეუბანში ცხოვრობდი აქ და ის ამბავიც ვიცი. ანუ ხშირად პრინციპში არც გვაინტერესებს და იმიტომ არ ვნახულობთ ხოლმე. შეხედეთ რა სილამაზეა, უბრალოდ ნახეთ. ვინც არ ხართ ნამყოფი ამ ქალაქში და გინდათ რომ ყველაფერი ერთად ნახოთ, ლამაზი ხიდები, ლამაზი შენობები, მდინარეები, გემები, ხიდები, რომლებიც იხსნება და იხურება.
ჩემი სრუტუნის ხმა ალბათ შეგაწუხებთ, მაგრამ სიცივიდან გამომდინარე ადამიანი ვარ და მეც ვიცი ინგლები ხანდახან. ხო, აქვე მე არ ვარ ტურისტული ვლოგერი, რომელმაც წინასწარ მოამზადა ტექსტი, შეისწავლა შენობები, უბრალოდ მივდივარ ჩემს საქმეზე და თან ვცდილობ, რომ თქვენც გასეირნოთ ჩემთან ერთად. მეორე ჯამთელი მე მაქვს სურვილი შემდეგ ჩამოსვლაზე მაი ამ რედისონში ავიღო ნომერი. ეს ადგილი ძალიან მომწონს და ძალიან მაგარ ადგილზეა და დარწმუნებული ვარ იქიდან ნომრებიდან ძალიან კარგი ხედი იქნება. ხოდა აქ საღამოს ღამეს ავდივარ ხოლმე და ღამე რომ მოდიხარ რებს ამარ თავაზობენ, ანუ ყველაფერს საკვები, სასმელი, აღვირახსნილობები, მაგრამ ხელი არავის არ უთხოვია. რამაც გამაგვირვა, ამდენი წელია ხო გითხარ დაახლოებით მე-8 თვე აღარ მაქვს 7, 8, 9 აიგრევა ნამყოფი, 8 ჩემი დათვლებით ხელი არავის არ უთხოვია. არანაკლები რაოდენობით ვარ ნამყოფი გერმანიაში. არცი არავინ ალბათ შეიძლება ჩემი ამ ვიზუალის გამო მე ვერ ვაგდებ ადამიანებს ხელში და ამიტომ არის წარუმატებელი ვიზიტები რომ აქ ამ მხრივ. ეს არის ამათი ცენტრალური ნაზისხე. ალბათ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ვისაც გიყვართ ასეთი არქიტექტურა, ასეთი ქალაქები, ასეთი პატარა მოედნები, გერმანიაში პლაცებს რო ეძახიან, იტალიაში კიდევ პიაცებს. ხო და ვისაც მოგწონთ სათქმელია ეს ქალაქი და ვისაც სიცივის საოტანლობა გაქვთ, შეგიძლიათ უკვე მაისიდან ჩამობრძანდეთ და ათვალიეროთ. ანუ სულ რომ სხვა სანახავი არაფერი არ იყოს, დაახლოებით 3-4 დღეს ეს ყველაფერი გეყოფათ იმისთვის, რომ ლამაზი ფოტოები გადაიღოთ იქ ჩინთ კიდე. ბევრი ლამაზი შენობა, ამის პარალელური ქუჩები ძალიან კარგია, იმიტომ რომ კარგად ვიცი აქეთ მხარეც. აი შეხედეთ, ყველა მხარეს არის. აქ შეგიძლიათ დახვიდეთ მაღლა ეკლესიაში. შეგიძლიათ შენობები ბევრი არის. იმისთვის მოწყობილი რომ შეხვიდეთ და ათვალიეროთ, ფოტოები გადაიღოთ, თანხები გადაიხადოთ და ასე შემდეგ. აი კარის. ხომ გითხრათ, უამრავი კაფეა. იქ ჩემი საყვარელი Starbucks-ი იქ არის. თოვა დაიწყო. მაგ Starbucks-ში მაქვს ფოტო გადაღებული პირველად 2018 წელს. და იმ დღიდან მე და ეგ Starbucks-ი ვმეგობრობთ. რამდენიმე ქალაქში მაქვს ჩემი ამოჩენებული Starbucks-ები ერთია. მიუნხენში იყო უბრალოდ, რომელიც ერთ-ერთ ჩასვლაზე აღარ დამხვდა სამწუხაროდ. ძალიან დამწყდა გული. ეს არის ერთ-ერთი ძველი Starbucks-ი. აქ ეკიდა გზაზე გამოვევლი და ყავას ავიღებ. თან ეს ვიდეო ახლა ამ წუთას მეხმარება იმაში, რომ დავადგინო გზას რამდენი დრო უნდა, აქამდე არ გამიზომია
დრო. იმიტომ რომ რეპეტიციას უნდა მივუსწრო დარბაზში. სხვათა შორის როგორც ვიცი, აი აქ ტრამვაი დადიოდა ამ ქუჩაზე ადრე. მე დავაზუსტებ ამ საკითხს, რომ ტყუილი არ გამომივიდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ამ ქუჩაზე აი აქ გადიოდა იმ თაღში. ეხლა გარეთ რო დაიჭდება ადამიანი ამ ყინვაში, რავი. როგორ განსხვავდებიან ადამიანები საცხოვრებელი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ვინც არის ამტანი სიცივის მიჩვეულები არიან. სხვათა შორის ძალიან ბევრი ინფორმაციას ვისმენ და ადამიანები, რომლებიც სიცხეს უძლებენ კარგად და სიცივეს ვერა, ითვლებიან მომავლის ადამიანებად. მეცნიერები ასეთია ყოველ შემთხვევაში, რომ გლობალური დათბობა ახლა ესე უცებ არ ჩამოწყება, მაგრამ ეტაპობრივად ადამიანი, ვინც ვერ გაუძლებენ ამას, ის კონკრეტული როგორ შეიძლება თერმორეგულაცია შეიძლება ითქვას, ვინც სიცხეს უძლებს, მოკლედ ისეთი ხალხი უფრო ადაპტირდებიან მომავალ სამყაროსთან. აი ეს მემართება სიცივეზე, შუბტები, წეთილდები, რაც არ უნდა წავისოთ თავპირზე მაინც, თუ ვინმე რამე უკეთესი იცით, რჩევებს პირდაპირ, იმიტომ რომ სიცივეზე, არადა სიცივეს უძლებ, ამ არ მაძოხებთ კიდეთ, მაგრამ ეს რაღაცები მემართება. ეხლა მე მოგითხრათ, ცივად ხო მოგეთქვათ, ცხელა. ამ თვითონს ცხელა, იმიტომ რომ ჩქარა დავდივარ და საკმაოდ ცხელა, მაგრამ აი სახეზე, სადაც სიცივე მხდება, არც თუ ისე სასიამოვნოა. ახლა უკვე გამოვიდეთ იმ თაღში, გამოვიარეთ და მოვიდეთ საავჭრო ცენტრთან. ჩვენი დრო არის 12 წუთი, ახლა აქ გადასვლას შუქნიშანზე ყოველთვის ვარჩევ ხოლმე, რომ მიწისქვეშეთი ვისარგებლო, მეზარება იქ დიდი წითელი შუქნიშანია და ძირითადად დიდხანს მიწევს ხოლმე იქ დაყუდება. კარგით, მოდი ზემოდან გადავა. ასე უფრო კარგია ვიდეოსთვის. საკმაოდ სუფთა ქალაქია, თუ ესეთ ერთეულ შემთხვევებს არ გავითვალისწინებთ რა. აქაც მაგ გადაღებული ფოტო, ოღონდ იქით ამ მხარეს. წავედით. იქით ამ მხარეს ეს ჩანს ბაგორეთოს 18 წელს აქ ვიყავით ჩამოსული ოთარ მაღრაძესთან, ჩვენ ოთარიკოსთან ერთად. ეგეთი ფესტივალი იყო, არის უბრალოდ მოცარტიანა და იქ მივიღეთ მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება გდანსკთან და იმის მერე ძალიან მიყვარს. ხო, ჩვენ უნდა ამ განათებულ თაღშიც გავიაროთ. აქაც ჩვენსავით გვიანობამდე აქვთ ეს მორთულ მოკაზმულობები და დაახლოებით 20-სკენ 20-დან შლიან განათებებს. შარშან მაგ დროს აქ ვიყავით, რომ ამ ნაზისხის დაშლა დაიწყეს. მონი 20 იყო 91 აღარ მახსოვს. ვისაც გიყვართ შოპინგი, თქვენთვისაც კარგი რაღაცეებია. ადგილობრივი საკმაოდ ხარისხიანი ბრენდებიც არის. TK Maxx ვინც იცით, ისეთ როგორი მაღაზია. და მოკლედ, აგერ არის შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი იმ ბრენდების, რომელიც აქ შეგიძლიათ სადაც შეგიძლიათ რომ ივაჭროთ. პროსტად შეიძინოთ რამე, ივაჭროთ. ახლა წამოშევიდეთ და შევალ და გავთიშავთ. 15 წუთი ჭირდება გზაში. ზუგი. აი, ბევრი იტყვით. რაღაცეებს და სავსებით სამართლიანადაც, მაგრამ ქუჩის ძაღლები აქ რო არ არის. რაღაც კუთხით ცოტა სევდიანიც არის ჩემთვის, იმიტომ რომ ეხლა ძაღლებს სულ კონტაქტები ხომ საქართველოში და აქ მარტო პატრონიანი ძაღლები დადიან და არც თუ ისე თუ არ კითხე რომ მოეფერო ან კონტაქტი შეიძლება
დაგცხონ რაღაც. სრუტუნისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. მე ადგილი მიყვარს ძალიან აქ ნახეთ. ეს მონსტერები რა, ბევრი. და აქ არის ბევრი ხურდაფული. ხო. ყველას კარგ დღეს გისურვებთ. და ვისაც დაგაინტერესათ ამ ქალაქმა, ვინც დაგაინტერესებთ ამ ქალაქმა, შეგიძლიათ რომ ჩამოყვიდოთ და მოინახულოთ რა. აბა ჰე, აბა ხო.